მე ვაცხადებ, რომ როგორც კი სააკაშვილი გახდება პრეზიდენტი, ღმერთთან უქნას, მაგრამ თუ ეს მოხდება რა, ესე იგი საქართველოს მართლმადიდებლობა, ქართული ქრისტიანობა, ქართული არაფერი აღარ იქნება. ილა ჭავჭავაძეს არ ვიცნობო, თამარ მეფე გარყვნილი იყო და გიორგი რუსი ლოთბაზარასთან მამათმავლის ის იყო რა ხასა იყო ხალხო, ესენი არიან საქართველოს მშველებლები. ამიტომ ეწამა მელაბ კოსტავა, ამიტომ ეწამა ზვიად გამსახურდია ჩვენს თვალწინ, ამიტომ ეწამნენ ილია მე-20 საუკუნეში კათოლიკოს პატრიარქი კირიონი 24 წლის აჯანყება, 21 სისხლიანი, 37 რეპრესიები, 700,000 სამამულო ომში, 56 წლის მარტის სისხლიანი ამბები. ამისთვის რომ მოსულიყვნენ ესენი, უკუღმართად თამარ მეფის, უკუღმართად ილია ჭავჭავაძის, უკუღმართად ქვეყნის აბუჩათამბდებები და ვერეტევია და სავარძლებში ზოგიერთ მე გამიგონია კაბადნობა ქართული გამოთქმა საკუთარ ტყავში ვერეტევა ესად ეს კაციო, მაგრამ საკუთარ ტყავის პალტოში ვერეტეოდეს გაიგონიათ ეს კაცი არის ტოტალური შეთქმულება საქართველოს. მე რა მალაპარაკებს კაბადნობა, რა მაქვს მე 10 წელია პარლამენტში ვარ, რა მოვიგე, შვილი ჩავდე საფლავში. ბიზნესი მაქვს, ფული მაქვს, თანამდებობა მაქვს თუ რა მაქვს მე? რა მაქვს? რას უნდა ველოდო მე მომავალი პარლამენტისაგან და მომავალი პარლამენტის წევრობისაგან?